კორვეტმა გამოუშვა ახალი ჰიბრიდული ჰიპერკარი, რომელიც საერთოდ ახალ დონეზე გადაიყვანს ამერიკულ ავტომწარმოებას, რადგანაც ეს იქნება სავარაუდოდ ყველაზე სწრაფი ავტომობილი, რომელიც შექმნილ არა მარტო ამერიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს არის კორვეტ ZR1X-ი, ძალიან რთული სახელი ჰქვია მას, მაგრამ ის არის კორვეტის ყველაზე მძლავრი ვერსია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ყველაზე კომპლექსური ამოცანა კორვეტის გუნდისათვის, რადგანაც მან წესით უნდა მოხსნას ყველა რეკორდი, რომელიც ამჟამად არსებობს პლანეტაზე. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს 5.5 ლიტრის მოცულობის 8 ცილინდრიანი ტურბირებული ძრავა, რომელიც დამოუკიდებლად გამოიმუშავებს 1064 ცხენისძალას, მაგრამ ამ ავტომობილს აქვს ჰიბრიდული სისტემა, წინა თვლებზე არის განთავსებული ელექტრონული მოტორი, რომელიც დამატებით ცხენისძალას გამოიმუშავებს და საერთო ჯამში ვიღებთ 1250 ცხენისძალას და 1000 ნიუტონ-მეტრ გაწევას. საერთო ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს 0-დან 100-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებ დროში. საუბარი არის დაახლოებით 1.7 წამზე, რათა უძრაობიდან 100 კილომეტრამდე აჩქარდეს ეს ავტომობილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ავტომობილზე არის განთავსებული ყველაზე დიდი ტურბოდამბერი, რომელიც საერთოდაც რომელიმე სერიულ ავტომობილში გამოუყენებია, ანუ ეს ყველანაირი თვალსაზრისით არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამჟამად ამერიკელ ინჟინერებს შეეძლოთ. ხო, ის დრო რაც შენახსენე არის პრინციპში ძალიან სწრაფი ელექტრომობილების კატეგორია და ამიტომაც უკვე შედის ძალიან საინტერესო ლიგაში კორვეტი ამ ავტომობილით. მისი კონკურენტები ძირითადად 3 ავტომობილია, ესენია Aston Martin Valhalla, Lamborghini Revuelto და Ferrari SF90, მაგრამ კონკურენტები ისინი არიან უფრო შინაარსობრივად ვიდრე ფასად, რადგან მათი ფასი ყველაზე იაფი ღირსაკედან Ferrari საბაზისო პაკეტი და მისი ღირებულება არის დაახლოებით $600,000, ხოლო მაგალითად Valhalla $800,000 კი ღირს, ხოლო ახალი კორვეტის ფასი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით $200,000 ფარგლებში, ანუ 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლები. ასე რომ შეიძლება ტექნიკურ დონეზე და სისწრაფით ისინი მართლაც ღირსეული კონკურენტები იყვნენ, მაგრამ ფასით ყველა ვარიანტში ჯობია კორვეტი და სწორედ ეს არის ის ბიზნეს შეთავაზება, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ გაიტანა. წარმოება ალბათ დაიწყება 2026 წლიდან და ცხადია, შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, როგორც პრინციპში ყოველთვის ხდება ხოლმე წინასწარ ძალიან ბევრი ავტომობილი, ხშირად ყველა ავტომობილი თუ კი ის ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, წინასწარ არის ცხადია გაყიდული და ამ ხრივ ფინანსური მოგებაც უკვე დაფიქსირებული ექნება კომპანიას. თავად დიზაინზე ვთქვათ ორი სიტყვა, ის იმეორებს იმ დიზაინის ენას, რომელსაც ხვდებით ყველა კორვეტში, ეს კორვეტისთვის დამახასიათებელი აგრესიული და ბრუტალისტური დიზაინია, მაგრამ ამავდროულად ცხადია ის სპორტული დნმ არის შენარჩუნებული, ასევე მას აქვს შედარებით განახლებული ძალიან თანამედროვე ინტერიერი, ცხადია გამოყენებულია კარგი მასალები, აგრეთვე არის ახალი მონიტორი შედარებით დიდი, არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ღილაკები, ისინი არ საწასოა, ანუ ამ ხრივ ელექტრიფიკაციის ტენდენცია კორვეტში აღარ არის და ფუნქციონალი ცხადია არის ულტრა თანამედროვე, ყველაფერი რაც შეიძლება იყოს თანამედროვე ავტომობილში, როგორც დიზაინის შიგნით, ანუ ინფოთეინმენტ ის მიმართულებით, ასევე დაკიდების სისტემაში თუ კი შეიძლება რამე იყოს ტექნიკურად ახალი, ყველაფერი არის სწორედ უახლეს კორვეტში ჩაშენებული. ZR1X-ი არის ის, რაც შეიძლება დღეს გაკეთდეს ყველაზე იაფად, რადგანაც $200,000-ზე უფრო იაფად მსგავსი რამე შექმნა. უბრალოდ შეუძლებელია და აქ საუბარი არ არის უბრალოდ კარგი ავტომობილის შექმნაზე, აქ საუბარი არის პოტენციურად პლანეტის ყველაზე სწრაფ ავტომობილზე, რადგანაც როგორც კორვეტის გუნდში ამბობენ, მათ სურთ, რომ Nürburgringზე, რომელიც ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ტრასად დედამიწაზე, დამყარდეს ახალი რეკორდი და რეკორდი უნდა იქნეს 6 წუთი და 23 წამი დაახლოებით ამ, ასე ვთქვათ, დიაპაზონს მიზნებენ. თუ კი კორვეტი ამას შეძლებს, მაშინ ის ავტომატურად მოხსნის ყველა ავტომობილის რეკორდს, რომელსაც ოდესმე იქ გაუვლია სერიული წარმოებისას და აგრეთვე ერთი ძალიან საინტერესო ავტომობილის რეკორდსაც. ეს არის Mercedes-AMG One. ეს არის სპეციალური პროექტი, რომელიც არის დაფუძნებული Formula 1-ის ბოლიდზე, მას ბოლიდის ძრავა და ჰიბრიდული სისტემა უყენია და ამ ავტომობილის ფასი არის $5.5 მილიონი. მასაც თუ რა თქმა უნდა ვინმე მოგყიდით, რადგანაც ის ზელიმიტირებულია. შესაბამისად, გამოდის რომ თუ კი 6 და 23 მართლაც დაფიქსირდება, მაშინ კორვეტი გახდება როგორც პლანეტის ყველაზე სწრაფი ავტომობილი ნებისმიერ საბოლოო ტრასაზე, აგრეთვე ის გახდება გაცილებით უფრო სწრაფი ვიდრე $5.5 მილიონიანი Formula 1-ის ბოლიდი, რაც რა თქმა უნდა ამერიკის კიდევ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება იქნება.